ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შიდა ქართლის რეგიონულმა ხელმძღვანელმა ბადრი ბასიშვილმა გორის რაიონულ ოფისში ბრიფინგი გამართა. ბასიშვილმა მთის კანონთან დაკავშირებით ისაუბრა, სადაც გორის მუნიციპალიტეტის ზოგიერთი სოფელი არ არის მოხვედრილი. მისი თქმით, ეგრეთ წოდებული საზღვრისპირა სოფლების ნაწილი მთის კანონით ისარგებლებს, ნაწილი კი გამორჩენილია, რასაც ნაციონალური მოძრაობის შიდა ქართლის რეგიონალურმა ხელმძღვანელმა ხელისუფლების უნიათობა უწოდა. მან ასევე ისაუბრა იმ მაღალმთიან სოფლებზე, რომლებიც პროგრამის მიღმა აღმოჩნდნენ. ბრიფინგს ეგრეთ წოდებული საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებლებს დაესწრო. ნაციონალური მოძრაობა კიდევ ერთხელ ვიძახით, რომ ეს არის სრულიად უნიათობა ამ ხელისუფლებისა, რომელ პროგრამაშიც და ამ მიმართულებაშიც ჩარეული იყო ადგილობრივი ხელისუფლება, სწორედ მათ მიერ იყო გადაცემული ამ სოფლების სახელწოდება. ჩვენ აგრეთვე ვიცხოვთ განმარტება საქართველოს პარლამენტის წევრებისგან, რომლებიც მრავლად არიან საქართველოს პარლამენტში და გორიდან ასეთი 3 ადამიანია, რომელიც თავის დროზე ქართული ოცნებიდან შევიდნენ. სწორედ ამ ხალხისგან ელოდებიან ადგილობრივი მოსახლეობა პასუხებს, თუ რატომ მოხდა ათასობით ოჯახი ამ პროგრამის მიღმა და რატომ არ ეძლევათ მათ საშუალება ისარგებლონ უშუალოდ მთის კანონიდან მიღებული შეღავათებით. ეს არის უნიათობის ბრალი, უცოდინრობის ბრალი. აქ არიან ალბათ რწმუნებულები სოფლისა, რომლებმაც საერთოდ არც იციან სოფლების სახელწოდება, ვინაიდან სხვანაირად არ შეიძლება, რადგან აქ არის ათობით სოფელი გამორჩენილი, ათობით სოფელი, რომლებიც არანაირად არ უნდა იყოს